Good morning, Vietnam. როგორც იქნამზე გამოვიდე და დათბა ჩემო მეგობრებო. როგორ ხართ რა შვებით? როგორ მიდის თქვენი საქმეები? ჩვენთან დილიდან ცოტა შეფერხება გვაქვს იმ კუთხით, რომ მაღაზია ღია არ იყო და ეს კასეტებიდან მიწა ვერ ვიყიდეთ, მაგრამ ერთი ამბავი გვაქვს ესეთი, ფეხი წამოვედი სპეციალურად, რომ ვიცოდი ერთი კაცი გამომყვებოდა ადრეს მახლდა ფერმაზე. ბატონი ჩემი. გამარჯობა ბატონო ჩემო. მიესალმე მაყურებელს. ბატონი მელაგოდუნა ადრეს გამყვა ფერმაზე. მთელი დღე ჩემთან ერთად იყო და უკან დაბრუნდა მე და ესაც გაგვიწევს კომპანიონობას, თუმცა მარტო არა, მეორე ჩემი უნიზაღნიც გამყვა და ესე გზადაგზა. გარემოს შეისწავლიან, რომ ერი თუ შემხვდა და ღორი საჭმელის წართმევა დამიპირა ან რამე. ვახ, ყველას კარგი დღე და ნაყოფიერი შრომა. წავედი ახლა მე, ბევრი არ დამჩენია და მივალ ამასობაში. საპატიო სტუმარი გვყავს დღეს ჩვენს დამცველად წამოსული ბატონი მელაგუდუნა. გამოვედით, გადასარევი ამინდია ამასობაში, თბილა და როგორც იქნა რაღაცა საქმის გაკეთება დაგვრცალდება ადამიანურად. რა სიტყვით ბატონო მელაგუდუნა, არ გადახტებ ბიჭოს ღარში. ცურვა იცი? აჰა, ისინი ჭუბობენ. მოვედი. მელაგოდუნა, დარჩები ფერმაზე? იგივე ამბავი გვაქვს, აი პატარა რომეო ხომ არა ჩერდება. მოაკითხა იმათ. სადღაც კიდე აი, ნახ მაგესმით. სადღაც შემძვრალია კიდე იმაში და მოაკითხა. გოგოშკებმა საპატრონო. რაია, რაი? ბალეში გო. ხო, რაია? გამოძვრა? აი, ხანდახან იმის გამოთრევის დროს კარები ღია იყო, შემოვარდნენ ესენი დამეტაკნენ. ხელი მომტეხეს გონია რა თითებს ვერ მომოძრავი. იმიმანა ხო. არჩი ხანდახან იმნა ეჭკვაზე ვარ, რომ რაის ღორი და რაის გავაგდებ ვაფშე ტყეში და რაც უნდათ ის უქნია. რაო მელაგოდუნა. რაო ჩემო მეგობარო, კაცი არაფერი ამას არ უნდა საჭმელს თუ დაუგდებ მადლობელი. ის პატარა ხომ არ მეისვენა ბიჭო, ამნაირ რამე თუ მენახოს დაკეტილი. პირველივე დღიდან იმენა. პირველივე დღიდან ხან სადღაც გაერჭობა თავი და ეხა ძვლის მომდო ხროტინებდა ესე იყო მეუსა. რა უნდა რა აჭმევ ასმევ ეგდოს რა მის ადგილ. აროჩერა. ჩემთვის რაღაცას შვებოდი, ამას კეშს მოუყვან გაამრავლებ კი არა. ეიყვანო უნდა ოსმალეთის ბაზარზე. სამივე და გაყიდო მონებად. იქაც, აქაც რამდენი ვიმალები ბიჭუში. რამდენი მოჭრილი და ზედმეტი ესეთი ტოტია. ყველას ახლა გადავყრი და იქეთ ერთ ადგილას მოუყრი თავს. იქეთ ადგილას მაინც იყოს, ხელს არ შემიშლის. და ელაპარაკე მაყურებელს. დაყვება აქეთ და თან მე მიყურებს უკან რამის ჭამას ხომ არ აპირებსო ჩემთვის. ის დიდი ძაღლი წავა მიყვება ესე წაღვნა. გაყევი მელაგუდუნა მაგას. მიყვები?
არა, არ მიყვება. მოდი მომეხმარი ამ ტოტების გადაღრაში, მოდი. ხო, სერჟანტო მელაგუდუნ. დაიმსახურე საჭმელი? დაიმსახურე საჭმელი? შუადღის პირველი საათია და წეღან როგორი გაბრაზებული ვიყავ, მაგრამ რა სიზამ, საქმე. მელაგუდუნა და ეს დღეში დავტოვე და სიმინდით წამოვედი სოფელი შუხუთია. ჩემი ფერმიდან ვარ დაახლოებით რაღაც 6-7 კილომეტრი მინიმუმ მაინც იქნება. რომ ჩემი მეზობლის მამალი ღორი კეშს ეძახიან ჩვენთან, წავიყვანო აქედან ქალბატონებისთვის ფეხით. ნახოთ თუ გამოყვა ამ ხელაგზაზე, კაი დაგვემართოს, მაგრამ შიმშილი ყველაფერს აკისრებინებს კაცი. პატიოს სანკარს კი მივაგეთ. და კი ვატყუებთ, მაგრამ აქედან ამდენ კილომეტრს თუ გამოვივლის იქ ჩვენთან ერთად და მე რამ მდგომარეობაში იქნება ანის ან ჩვენ, ეგ ძალიან საკითხავია. Tam, თან ეს უნდა ვატყუოთ. ქალების ამბავი არის ჯერ სადაც მივყავს. ჯერ საჭმელზეა ხა. ესე საჭმელზე აქ აქცენტი. წამ. გზაზე ერთი ღორი მიდიოდა. იოჰე. შაურემანიქეთ მაღალი. იოჰე. ფერმამდე ამის რთულია. არ არსებობს შეუძლებელი არ არსებობს სირთულე რომელსაც ჩვენ ვერ მოვალევთ. მეგობარო, მოდი. სუმა შეჭიჭილავია. ეს ჯადოსნური ხმა აქამდე რომ მოყავს ეს ღორი. მაგრამ ესეც თავდება. სადღაც 10 სამსაკლეად 15 წუთი და ტყის პირამდე ჩამოვაღწიეთ. უბრალოდ აი გაჩვენებთ მე რკინიგზის სადგურამდე და მე რა იქნება აქედან არ ვიცი. ნახოთ. რის ფასად მოვედით აქამდე მაგაზე თავს აღარ შეგაწყე. მოდი ღუტილო, მოდი. როგორი დრო და სიტუაციაა, როცა მამალი ღორი ჭირს გალაკში და ერთი ცალია, რომელსაც ესე უნდა სდიო. დემოგრაფიული პრობლემა ღორებში სერიოზულად დგას. 15 წუთია აი მალვის ხეებიდან აქამდე მოვდივართ. ეხლა ვართ როგორც წეღან გითხარით, აი რკინიგზის სადგურთან, გურიის სტადიონთან და იქეთაა ესე პირდაპირ გზა არ გადადის სამწუხაროდ და წე უნდა დავარტყა. ნახევარი გზა გავლილი გვაქვს ალბათ, მაგრამ თავარი ბრძოლები გვექნება წინ კიდევ. მე მაგის მჯერა. ქმის მიდი, ნუ გამოვიდობ ახლა თავს, მიდი. მოდი. ნეი. გამოდი შენ იქეთ არ შეძრე. რა ყველაფერი გუღმახდება დღეს რა უბედურება. მოდი ციუ. მოდი. ვინა მოსულ? ციუ, მოდი, სად იყავი გოგო? მოდი. ის პატარა ლაწირაკი სადაა, რომ ჩაგაბარეთ. მოდი. კაცური კაცი, ხელა გზა გამოვატარე და არ შეხედეთ? იმ კაცურ კაცი, იმ ხელა გზა გამოვატარე და არც შეხედეთ? კაცი გაოგნებულია, 7 კილომეტრი გამოერა ფეხით.
ციუ ის პატარა გოჭუნე სადაა ჩაბარებულ? სადაა ჩაბარებულ? მოდი შენს. აგე სიმინდი ღრია ჭამით. მოდი ნეი. აჰა, ისიც წაყვანილი ყოლიათ. ისე ხედეთ იმას. მოდი შე პატარა განგსტერო. მოდი აგე. მოდი შე პატარა განგსტერო. მოდი კონკურენტი მოგიყვანე, მაგრამ ჯერჯერობით სანამ პატარა ხარ. მოდი, აი. სიმინდისთვის არა ვისე. მოდი შე პატარა განგსტერო. ციუ. მოდი ჩემთან გედიდება უცხოთ ხარ? ხო. კაცი აიყოფილა ჩამოსული არა, ეგრევე საქმეზე გადევიდა. მიდი ძმაკაც ვიგრიალე. 16 საათი და 16 წუთია. ეხლა ჩამოვდგი ეზოში ფეხი. დაახლოებით 3 საათზე მეტი დაგვაგვიანდა. ბოლოს უკვე აღარ მოდიოდა და აი რკინიგზის სადგურთან ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი თქო იმას მეზობელი შემხვდა აი კატების ვიდეოს როდებ იმათი პატრონი და იმან გამომადინინა თორე აღარც მოდიოდა და აღარც ძალა მქონდა იმისთვის რომ დამეყვირა ან რაღაცა. ეხლა ერთი გაწყალს დავლევ მე რა ყავას და მე რა ვიცი საქმისთვის რამე თუ დამჩა. განწყობა კი მაქვს ენერგია თუ დამჩა. სხვათა შორის ენერგია ამ სიძე ბატონს ქონია თუ სასიძოს რო შემოვიდა ეზოში მეთქი გოგონებო ამ ბიჭზე და რეკილია თქო და ეგრევე ლოველასივით მოქცევა დაიწყო. ხო იმიტომ რომ ის ხელოვნური განაყოფიერება პირველი იმის შემთხვევაში არ ამართლებს მითხრეს და ისევე შეწვალება ჯობდა. მაგრამ რატომ უნდა იყოს ამ ხელა რაიონში საწვალებლად საქმე და ერთი კეშის უძახერ მამალღოლს მაგის იმე და დარჩენილი ხალხი რა ვიცი. ერთი სიტყვით არ არსებობს საქმე რომელიც არ გამოვა მონდომების და შრომის შედეგად. მოდი აქ იქ ცენტომეტრინია? ბაჭე მოდი აქ. მოდი აქ. რო გამოძვერი როგორ უნდა შეძრე მე ის? როგორ მოგწონთ აქაურობა ბატონო ჩემო? მოგისწრიათ გაძუნძგულა მოძუნძგულა. გაიხარეთ გამრავ. არა და 6-20 წუთია. და რა ხელან მნიშვნელობა აქვს მზეს და კარგ ამინს. ყავაზე ჩამოვჯექი ხა და გული დამწყდა და რაზეც მეტკინა გაგიზიარებთ. გუშინ სიმწრითი და გული და თესილი და ჭიტილებული გოგრები წრუწუნას ამოუჭამია თავის გულებიანად. აი გამბა ის ეჭამა ხარისგულა კიდე არ დამწყდებოდა გული მასე რადგანაც მაქვს ვიდრე მაგ გოგრებზე. ამიტომ აქედანვე მივმართავ ნატოს ჰააგის ტრიბუნალს, ევროკავშირს და ამერიკას. მოქმედეთ რამე ან შეშფოთება გამოთქვით ან აღშფოთებოთ, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ავდგები და ურგემრიელეს მივმართავ უკიდურეს ზომებს და უგემრიელეს საჭმელებს დაუდებ წრუწუნებს, რათა ფეხები გაფშიგონ. მადლობთ ყურადღებისთვის. წუთია და მზემ უნდა გაჩვენოთ. ნახეთ სადგას. რამდენით მოიმატა დღემ. და რა კარგია და რამდენი რამის მოსწრება შეიძლება. მე ზაფხულში. პრინციპში ძალიან სიცხინო იქნება და ასეთი ამინდი იყოს სულ, ხო და ეს დაღლილობის ამბავია. ისიც თქვა მინდა. დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ, ამ დილით საერთოდ არ მიფიქრია კეშის მოყვანა, მაგრამ რომ დავფიქრდი ამათ ესე ბერწად ყოფნას ყველაფერი ჯობი. მით უმეტეს თუ გამრავლებაა მათი მიზანი. ამრავლებაზე გამასცენ და გზაზე ერთ
თესათებზავთ რომ დადიან ერთ-ერთ ბიჭს ვსაუბრებოდი და რაღაცას ეს გვერდ მოდიოდი და ვსაუბრობდით და კაიაო მეუნებოდა ეხლა დაღლილზე მიხვალო ცხელი საჭმელი დაგხვდებაო ის დაგხვდებაო და მეთქი ეგ არ დამხვდება მარტო ცხოვრობ თქო და მე მივიყვანებ ცოლიო დეისვანებ ჯერ ერთადერთი კაცი ვინც ცოლი მოიყვანა და დეისვენა არი ვიცი ეგერ სასაფლაოზე ხო და მეორე ყველას საჭმელზე და გარეთ რეიზ ახსენდება ცოლის მოყვანა ვერ მივხვდი რაღაც ეგზისტენციალურ კრიზისზე მაინც გაახსენდეთ წავედი ხა გავუყვები მე გზას იმაზე ფიქრში რატო ახსენდებათ ხალხს ეგ ამბავი და იმედია მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი არხის გამოწერა და გავიწყდეთ YouTube-ზე სულ რაღაც რამდენიმე 150 თუ რაღაც ხალხი გვაკლია 1000-მდე და მოვასრულოთ ეგ ამბავი უღრმესი მადლობა ყველა შვიდობიანი საღამო ზეული დასასრული იქნებოდა ასეთი სახლამდე მომაცილა კაცურმა კაცმა ხო ისინი გაბრაზდნენ ერთი აქ ეს კი ამას კი იცნობთ სახლამდე მომაცილა კაცურმა კაცმა მე რა გვედონა ახლა იცი უკვე სადაც ვცხოვრობ